დღეს კობახიძის ჯგუფი იმდენად არის გაძლიერებული, მე მგონი თქვენ ცოტა მარტივად უყურებთ აი კობახიძის ჯგუფს და სულ ისრები გადადის ხოლმე მედიის მხრიდან, არა მარტო თქვენ გულისხმობთ ივანიშვილის მიმართულებით და მე მინდა ეს მოვატრიალო სწორედ ამ ჯგუფის მიმართულებით და ვთქვა რომ ნუ იფიქრებთ რომ ეს ჯგუფი ყველაფერს ივანიშვილს უთანხმებს. მათ ისე აქვთ უკვე ძალაუფლება შემტკბარი და იმდენ რამეს ბედავენ, რომ თავისუფლად გაბედეს ჩემი აზრით და ბიძინა ივანიშვილის სახელი გამოიყენეს იმისათვის, რომ ეს გზავნილი მიეწოდებინათ ირაკლი ღარიბაშვილისთვის. რატო ვერ გაბედა, რა შეუშლიდათ ხელს? აი ხომ შეუშალოთ ხელი, განაცხადა საჯაროდ ღარიბაშვილმა ამასთან დაკავშირებით. დღეს ბრიფინგიც ვნახეთ, კობახიძის ბრიფინგი. საჯაროობა არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ. პოლიტიკაში საჯაროობა არის შენი ჯავშანი, შენი დაცვის მექანიზმი. და ძალიან კარგია რომ ამას უპასუხა ღარიბაშვილმა. ხა ღარიბაშვილზეც მინდა ვთქვა და რამდენიმე განმარტება გავაკეთო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ. აი ნახეთ, ვინ იცავს დღეს ღარიბაშვილს, რომ გადახედოთ ხო სოციალურ მედიას. ამხელა გუნდი არის ქართული ოცნების, ერთად იყვნენ, ერთად მუშაობდნენ. მე ვერ ვხედავ დღეს ერთ ადამიანსაც კი, რომელიც დაიცავდა ღარიბაშვილის პოზიცია. პირიქით არის ჩართული მექანიზმი დისკრედიტაციის სოციალურ ქსელებში. და მე მინდა რომ შემოვატრიალოთ ეს ყველაფერი რა კუთხით, ნახეთ. მეგობრების მიტოვება არ შეიძლება. მე მეგობრობდი ღარიბაშვილთან, დღესაც მეგობრად მიმაჩნია. თანამებრძოლები ვიყავით იმ ბოროტი რეჟიმის, სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში და არც დღეს, როდესაც მით უმეტეს განსაცდელის ქვეშ არის ადამიანი და შენი მეგობარი, მე მას არ მივატოვებ ისევე, როგორც ეხლა ჩემ თავზე არ მიყვარს ლაპარაკი, მაგრამ ცხინვალშიც, აი მახსენებს რა იმ ამბებს, აფხაზეთის ომში ათობით, ნუ პრინციპში დათვლილიც არის, 100-ზე მეტი დაჭრილი მყავს გამოყვანილი წინა ხაზიდან. კაცი დაჭრილი არ დამიტოვებია, გუმისთიდან 12 კაცი გამოვიყვანეთ დაჭრილები. მე არ ვიცი, ღმერთი მაძლევდა იმ ძალას. და ეხლა, როდესაც შენი მეგობარი, რომელიც სხვა საკითხია ის რას ფიქრობს, როგორ ფიქრობს, შენ გთვლის თუ არა მეგობრად, ეს სხვა საკითხია, მაგრამ მე ასე არ მიცხოვრია, იცით, რომ დავხუჭო თვალი და უარი ვთქვა ჩემი მეგობრის საჯარო მხარდაჭერაზე. მით უმეტეს, როდესაც ის ამბობს, რომ აქვს სერიოზული პრობლემა, ამაზე ლაპარაკობს და განსაცდელი ხო? ქართული აზროვნება ინგრევა ჩვენს თვალწინ. ქართული სულისკვეთება ჩვენ თვალწინ ხდება ამისი ტრანსფორმაცია, რომ ისეთი სისტემა და რეჟიმი ჩამოაყალიბეს სწორედ ამ ჯგუფმა, კობახიძის ჯგუფმა, თორემ გაიხსენეთ წინა პრემიერებიც იყვნენ, თავად ბიძინა ივანიშვილიც იყო პრემიერი, ხო, ამ ქვეყნის. მაშინ არ იყო ესეთი სისტემა ჩამოყალიბებული. დასმენების კანონსაც გულისხმობ. საბჭოეთის აღდგენა მაშინ არ მომხდარა საქართველოში. დასმენების კანონი რისთვის ჭირდებოდათ ეს? ვატო შაქარიშვილი, ნანა კაკაბაძე, ეს ის ადამიანები არიან, ხო, რომლებიც ჩართულები არიან აი ამ პროცესში. ძალიან მწუხარ ამის გამო და ძალიან სამწუხაროა ეს და სწორედ კობახიძის შექმნილია ეს ყველაფერი. თავის დროზე კობახიძე ღიად ლაპარაკობდა იმაზე, რომ აი ირმა ინაშვილს პატრიოტ ალიანს გავდევნი პოლიტიკური ველიდან. აი ხა ღარიბაშვილს ხო ეუბნებიან, რომ შენ გაგდევნით პოლიტიკური ველიდან. არ შემოხვიდე პოლიტიკაში. ასეთი ცდელობა ქონდა ჩვენთან მიმართებაშიც და მაშინ ამბობდა საჯაროდ, რომ მე სხვადასხვა პარტიებს შევქმნი, ჩვენი თემები აქვს დატაცებული ყველაფერი დააკვირდით, ხო? მე შვეიცარიული ნეიტრალიტეტის მომხრე ვიყავი და მაშინ, როდესაც ამაზე ვლაპარაკობდით, არ ვიცი, მანჯურიის აგენტათაც მაცხადებდა. მე მინდა რომ აი ამ წერილს დაუბრუნდეთ, იმიტომ რომ ეს არის უკიდურესად საინტერესო საკითხი და მინდა რომ ამ თემის გარშემო ვიტრიალოთ, რა კითხვის ნიშნებს აჩენს ეს წერილი, რისთვის ჭირდებოდა ეს ყველაფერი მდინარაძე კობახიძის დაჯგუფებას, რა იყო მათი მიზანი, როცა ამას აკეთებდნენ
არიან, იმიტომ რომ პრინციპში ღარიბაშვილი როგორც პოლიტიკური ოპონენტი არის ჩამოცილებული პროცესი, ის არის ციხეში. აქ ეხლა აი შეიძლება გაჩნდეს ეს კითხვები და სხვათა შორის ალბათ იმედის მაყურებელი ვერ ნახავს ამ ამბებს ტელეკომპანია იმედზე, იმიტომ რომ დღის ბოლოს გაჩნდა მხოლოდ რაღაც ჰედლაინი, არაფრის მომცალი მე ამ წერილთან დაკავშირებით და შესაძლოა ჩვენ ახლა გვიყურებდეს ასევე, არ ვიცი, ქართული ოცნების და პერსონალურად ღარიბაშვილის მხარდამჭერები ასეც ხდება თურმე. მე მინდა გკითხოთ, რისთვის ჭირდებოდა ეს ყველაფერი იმ კაცის საწინააღმდეგოდ, რომელიც იხდის სასჯელს და ნეიტრალიზებულია, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ველიდან. პირველ რიგში რა მინდა იცით? კი ბატონო, გისმენთ. თქვენი ეთერის საშუალებით ქართული ოცნების მხარდამჭერებს მინდა მივმართო და უთხრა, რომ მე მზად ვარ ყველა არხზე გამოვიდე, იმედი იქნება საზოგადოებრივი მაუწყებელი, მაესტრო, სხვა არხები, უბრალოდ მე ვარ ბლოკირებული ამ არხებზე და მივდივარ იმ ტელევიზიებში, რომლებიც ეთერს მითმობენ. აბა რა გინდათ, რომ საერთოდ დავდუნდეთ და გავქრეთ პოლიტიკური ველიდან? გახსენით ეთერი, ნუ არის ბლოკირებული იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს ერთ-ერთი ღია ტელევიზია დღეს. და რა პოლიტიკას ატარებს? არის პირდაპირ ინსტრუმენტი მართველი პარტიის ხელში. ამიტომ მე თუ ვჩდები ოპოზიციურ არხებზე, ვჩდები იმიტომ, რომ სხვა არხები არის ბლოკირებული. ეხლა გადავიდეთ ამ საკითხზე. კი ბატონო. მიზანი რა არის? მიზანი არის კიდე ერთხელ დავაკვირდეთ, თეორიულადაც კი, აი თუნდაც პატიმარი ღარიბაშვილი მათთვის შესაძლოა იყოს სახიფათო. აი ეს ჩანს აქედან. ამიტომ აი ეს 1%-იცო, ხო ესეა ნათქვამი, რომ 1%-იც უნდა იყოს დაზღვეული. ძალაუფლების შენარჩუნებისთვის კეთდება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ იმდენი რამე გააფუჭა კობახიძემ. ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ უკვე ივანიშვილი მომწიფებულია იმისათვის, რომ მიაბრძანოს ბატონი კობახიძე დაკავებული თანამდებობიდან და აი ამ ფონზე კიდე დროს პოულობს იმისათვის, რომ ივანიშვილს უჩურჩულებდეს მუდმივად ჩემზე. აი ასე გაჩნდა ჩემი გვარი და ამიტომ მივხვდი მე გუშინ დავწერე ამის თაობაზე, რომ სწორედ ეს ჯგუფი იქნებოდა ჩართული ამ საქმეში, რომ აი მე კი არა, ჩვენ კი არა, ირმა ინაშვილი აგერ ირაკლი ღარიბაშვილი უდგას ზურგს უკან. ეს არის სამარცხვინო ტყუილი. მე არავისი თუ დაცვა მინდა ადამიანის, ამას საჯაროდ ვაკეთებ და არავისი არ მეშინია, ისე დავიცავ მართალ ადამიანს. თუ დასაცავი არა, არც არაფერი კამპანიის წარმოება არ მჭირდება, რომ ტროლები და ბოტები მე არ ამყავს. და არ მჭირდება ჩემი სახელი და გვარით ვაფიქსირებ ჩემ პოზიციას. ამიტომ არანაირი კამპანიები სოციალურ ქსელებში მე არ დამიგეგმავს, მაგრამ ეს ჩააწვეთეს ბიძინა ივანიშვილს და მინდა უთხრა კობახიძეს, რომ აღარ ჯერა ბიძინა ივანიშვილს ამ შენი ჩაწვეთებული დაბეზღებების და დეზინფორმაციის და ტყუილის. აღარ ჯერა და მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ივანიშვილი ბოლოს და ბოლოს გაიაზრებს რა ვითარებაში, რა ჩიხში არის დღეს ქვეყანა შესული. და გადადგამს იმ ნაბიჯს, რომ რაღაცა შეიცვალოს. არ შეიძლება ამხელა აგრესიის, ზიზღის ქვეშ ცხოვრობდეს ქვეყანა. ეს უნდა დამთავრდეს. პოლიტიკას უნდა ერქვას პოლიტიკა. პოლიტიკურ პროცესს უნდა ერქვას ინტრიგანობა და მამაძაღლობა კი არა და ჩურჩული და დაბეზღება, არამედ პოლიტიკური პროცესი. ვიყოთ კონკურენტები. ხალხი ვისაც დაუჭერს მხარს, იმას დაუჭიროს მხარი, საარჩევნო რეფორმა ჩატარდეს, დამთავრდეს რა ეს არა ჯანსაღი გარემო შეიცვალოს. ამისათვის ბატონი კობახიძე კიდე ერთხელ მოუწოდებ ბიძინა ივანიშვილს, რაც შეიძლება სწრაფად გაათავისუფლოს, დაასვენონ რა.